გამარჯობა. დღეს მოდით ვისაუბროთ ერთ-ერთ ყველაზე ფუნდამენტურ თემაზე, რომელიც ჩვენს სამყაროს აყალიბებს კულტურულ მრავალფეროვნებაზე. ერთად გავარკვიოთ, რატომ არის ის ჩვენი ყველაზე დილი აქტივი. აი წარმოიდგინეთ ჩვენი პლანეტა როგორც ერთი უზარმაზარი ულამაზესი მოზაიკა. თითოეული კულტურა, იქნება ეს ენა, ტრადიცია თუ რწმენა ამ მოზაიკის უნიკალური ფერის ფრაგმენტია და სწორედ ეს განსხვავებულობა ქმნის ერთიან სრულყოფილ სურათს. მოკლედ, რას გავივლით დღეს? ჯერ ვნახავთ, რას ნიშნავს ეს ფერების სამყარო. მერე უფრო ჩაუღმავდებით მრავალფეროვნების განზომილებებს. დავინახავთ, რა ძალა აქვს განსხვავებულობას, რა თქმა უნდა შევეხებით გამოწვევებსაც და ბოლოს ვისაუბრებთ ჩვენს თითეული ჩვენგანის როლზე ამ ყველაფერში. დავიწყოთ. პირველ რიგში უნდა გავიაზროთ, რომ კულტურული მრავალფეროვნება უბრალოდ ლამაზი იდეა არ არის. არა, ეს ჩვენი საზოგადოების ფუნდამენტური რეალობაა, ის რაშიც ყოველდღიურად ვცხოვრობთ. აბა კონკრეტულად რა ქმნის ამ მოზაიკას? რისგან შედგება? ეს არის უპირველეს ყოვლისა სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფები, უამრავი ენა, განსხვავებული რელიგიური მწამსი, ათასგვარი უნიკალური ტრადიცია და რა თქმა უნდა ცხოვრებისეული ღირებულებები. ეს ყველაფერი ერთად ქმნის ჩვენი საზოგადოების მდიდარ და ცოცხალ ქსოვილს. კარგი. ახლა მოდით თითქოს ლუპით შევხედოთ ამ მოზაიკას და უფრო დეტალურად ვნახოთ მისი ცალკეული ფრაგმენტები. რა კონკრეტული განზომილებებისგან შედგება ჩვენი მრავალფეროვნება? იცით, მრავალფეროვნება მარტო ეროვნებას ხომ არ ნიშნავს, ბევრად მეტია. აი თუნდაც საქართველოს მაგალითი ავიღოთ. ჩვენ გვაქვს საოცარი ეთნიკური პალიტრა, სადაც აზერბაიჯანელები, სომხები, ქისტები და ბევრი სხვა ერი მშვიდობიანად ცხოვრობს. ამას დაუმატეთ რელიგიური პლურალიზმი, მართლმადიდებლობა, ისლამი, კათოლიციზმი, იუდაიზმი და რა თქმა უნდა სოციალური განზომილება, რომელიც გენდერულ, ასაკობრივ თუ სხვა ტიპის განსხვავებებს აერთიანებს. და აი მივადექით ამბად ყველაზე საინტერესო ნაწილს. კი, მაგრამ რატომაა ეს ყველაფერი ასეთი მნიშვნელოვანი? რა პრაქტიკული სარგებელი მოაქვს? მოდით ვნახოთ, რატომ არის ეს მოზაიკა ბევრად უფრო ძლიერი, ვიდრე უბრალოდ ერთ ფერში გადაწყვეტილი ტილო. აი, ეს სამი პუნქტი ძალიან კარგად ხსნის ყველაფერს. პირველი, ინოვაცია. წარმოიდგინეთ, პრობლემის გადაჭრაზე მუშაობს გუნდი, სადაც ყველას ერთი და იგივე გამოცდილება და ხედვა აქვს. დიდი ალბათობით ისინი ერთსა და იმავე გადაწყვეტილებამდე მივლენ. ახლა წარმოიდგინეთ გუნდი, სადაც სხვადასხვა კულტურისა და გამოცდილების ხალხია. მათი განსხვავებული პერსპექტივები ერთმანეთს ავსებს და შედეგად ვიღებთ ბევრად უფრო კრეატიულ და ეფექტურ გადაწყვეტას. მეორე პუნქტი ემპათია. როცა შენი მეზობელი, კოლეგა ან მეგობარი სხვა კულტურის წარმომადგენელია, შენთვის ის უკვე რაღაც აბსტრაქტული ჯგუფის წევრი კი არა, კონკრეტული ადამიანია. ეს პირადი კავშირი სტერეოტიპებს უბრალოდ ფშნიდა. და ბოლოს, მშვიდობა. მშვიდობა ხო უბრალოდ ომის არარსებობა არაა? ეს არის ურთიერთგაგებაზე დაფუძნებული თანაცხოვრება, რასაც სწორედ კულტურული დიალოგი აყალიბებს. მაგრამ რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს ხელს უშლის ერთი დიდი პრობლემა – სტერეოტიპები. ეს არის ზარმაცი აზროვნების შედეგი, როცა ადამიანს კი არ ვეცნობით, არამედ წინასწარ შექმნილ გამარტივებულ იარლიქს ვაკრავთ. და რა არის ამის წამალი? პასუხი მარტივია. ემპათია. ანუ უნარი რომ სამყაროს სხვისი თვალით შეხედო, სხვის ადგილას წარმოიდგინო თავი. როგორც კი ამას ვაკეთებთ, სტერეოტიპები ძალას კარგავს. ხო და ზუსტად ეს ემპათია გვეხმარება, რომ ვებრძოლოთ ქსენოფობიას, ანუ უცხო შიშს. როცა შიშის ადგილს იკავებთ ცნობის მოყვარეობა და გაგების სურვილი, საზოგადოება ბევრად უფრო ჯანსაგი და გახსნილი ხდება. და იცით, ეს მარტო ჩვენი აზრი არ არის. ამას გლობალურ დონეზეც აღიარებენ. მაგალითად იუნესკო, გაეროს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ორგანიზაცია, პირდაპირ ამბობს, რომ კულტურული მრავალფეროვნება მთელი კაცობრიობის საერთო მემკვიდრეობა და მშვიდობის საძირკველია. რა თქმა უნდა, ყველაფერი ასე იდეალურად არ არის. მოდით ახლა რეალობას შევხედოთ თვალებში და ვისაუბროთ იმ გამოწვევებზე, ბზარებზე, რომლებიც ჩვენს მოზაიკას ემუქრება. და აქ პირველი და ყველაზე დიდი საფრთხე, რა თქმა უნდა, დისკრიმინაცია. ესაა, როცა ადამიანს უსამართლოდ ეპყრობიან, უკეტავენ გზას, მხოლოდ იმიტომ, რომ ის რომელიმე ჯგუფს მიეკუთვნება. ეს არ არის უბრალოდ ცუდი საქციელი, ეს ადამიანის უფლებების პირდაპირი დარღვევაა. დისკრიმინაციას კი პირდაპირ მოჰყვება მარგინალიზაცია. რას ნიშნავს ეს? ეს ნიშნავს, რომ ადამიანთა ჯგუფებს თითქოს საზოგადოების მიღმა ტოვებენ, ართმევენ თანაბარ შესაძლებლობების განათლებაში, დასაქმებაში, პოლიტიკურ ცხოვრებაში. არის კიდევ ერთი ძალიან მტკივნეული პროცესი – ასიმილაცია. ეს არის ზეწოლა, ხანდახან დაუფარავი, ხანდახან ფარული, როცა უმცირესობას აიძულებენ, რომ უარი თქვას თავის კულტურაზე, ენაზე, ტრადიციებზე და მთლიანად გაითქვიფოს დომინანტურ კულტურაში. საბედნიეროდ, ასიმილაციას აქვს ჯანსაგი და სწორი ალტერნატივა. ეს არის ინტეგრაცია. ინტეგრაცია ნიშნავს, რომ შენ ხდები საზოგადოების სრულფასოვანი წევრი, იცავ მის კანონებს, მონაწილეობ მის ცხოვრებაში, მაგრამ ამავდროულად ინარჩუნებ და ამაყობს შენი საკუთარი, უნიკალური იდენტობით.
აი მოდით შევხედოთ ამ ორს ერთად და ყველაფერი ნათელი გახდება. ასიმილაცია ეს კულტურის დაკარგვაა. ცალმხრივი გზა, სადაც უმცირესობამ უნდა დათმოს ყველაფერი. შედეგად საზოგადოება ღარიბდება. ინტეგრაცია ეს კულტურის შენარჩუნებაა. ორმხრივი პატივისცემა და თავისუფლება. შედეგად კი საზოგადოება მდიდრდება. კარგი, ვნახეთ რა გამოწვევებია და ახლა მივადექით ყველაზე მთავარ კითხვას. რა შეგვიძლია ჩვენ გავაკეთოთ? როგორ უნდა ვიქცეთ ამ მოზაიკის მცველებად და არა უბრალოდ პასიურ დამკვირვებლებად? პასუხი აქ პირველ რიგში განათლებაშია. ყველაფერი ხომ სკოლიდან იწყება. აუცილებელია რომ სკოლებმა ასწავლონ მულტიკულტურალიზმი, რაც ნიშნავს არა უბრალოდ სხვისი ატანას, არამედ სხვადასხვა კულტურის აქტიურ აღიარებას, დაფასებასა და მხარდაჭერას. და კონკრეტულად რა არის ჩვენი როგორც მოქალაქეების ვალი? პირველი, არასდროს გაჩუმდე, როცა დისკრიმინაციას ხედავ. მეორე, იყავი ღია დიალოგისთვის, ესაუბრე ადამიანებს, რომლებიც შენგან განსხვავდებიან. მესამე, მხარი დაუჭირე პოლიტიკას, რომელიც ინტეგრაციას უწყობს ხელს. და მეოთხე და ალბათ ყველაზე მთავარი, უბრალოდ დააფასე და იზეიმე თითოეული კულტურის უნიკალურობა. მოკლედ, რომ შევაჯამოთ, მრავალფეროვნება პრობლემა კი არა, ჩვენი ყველაზე დიდი სიმდიდრე და აქტივია. ეს არის რესურსი, რომელიც ჩვენს საზოგადოებას უფრო ძლიერს, კრეატიულს და მდგრადს ხდის. ჩვენი ამოწანაა, რომ მას ერთად გაუფრთხილდეთ. და სანამ დაგემშვიდობებით, მინდა რომ ერთი კითხვა დაგიტოვოთ, რომელზეც პასუხი ვფიქრობ თითოეულმა ჩვენგანმა საკუთარ თავში უნდა მოძებნოს. პირადად შენ რას გააკეთებ იმისთვის, რომ ჩვენი საერთო კულტურული მოზაიკა კიდევ უფრო ძლიერი, მყარი და ფერადი გახდეს?